ღმერთმა დაგლოცა ძვირფასო რადიო მსმენელებო, მშვიდობა მოგცეთ. ღმერთმა. დედა ეკლესია მეზორეთა ფარისევლის კვირის შემდეგ უძღები შვილის იგავს გვთავაზობს, რომლის შინაარსი ყველა ჩვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი, თუმცა კიდევ ერთხელ გადავხედოთ მის შინაარსს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა სურს ჩვენგან უფალს და აი ეს იგავი, რომელშიც ორ ძეზეა საუბარი მამისა განსხვავებული ხასიათებით, განსხვავებული შეხედულებებით, თუ როგორ ასრულებენ ისინი თავის ცხოვრებას და როგორ არის მათი საბოლოო ხვედრი. ესე იგი, კაცსა ვისმეო ესხნეს ორ ძეო და ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ ამ კაცში გულისხმება ღმერთი, რომელსაც ყავს ორი ძე, ეს არის ერთი ცოდვილი და გარეგნულად მართალი წიგნობრები და ფარისევლები და უმცროსი, რომელიც როგორც ჩანს უკვე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს, მაგრამ ჯერ კიდევ არის გამოუცდელი, სულსწრაფი, ქარაფშუტა და სურს რომ აი მამის ქონებიდან თავისი კუთვნილი წილი აიღოს, რომელიც მას მოსეს ჯულის თანახმად ეკუთვნის და ამის შემდეგ, ესე იგი ის მესამედი ნაწილი შემოსავლისა და ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას და მოღვაწეობას მამის გარეშე. აქ ცხადია იგულისხმება ღვთის გარეშე ცხოვრება, რომელიც ისურვა უმცროსმა ძემ და როდესაც საკუთარი ქონება გაუჩნდა აი ამ უმცროს ძმას, აღეძრა მას, ესე იგი თავის ნებაზე ცხოვრების სურვილი, როგორც ხედავთ ჩვენ, შორეულ ქვეყანაში მიაშურა, სადაც იცხოვრა ამ მსოფლიური სიამეებით, სიამთკბილობით, გარყვნილი ცხოვრებით და მალევე მოხდა, რომ ბუნებრივიც არის, რომ მთელი ქონება გაანიავა. ასეა, როდესაც ღვთისაგან სულიერი და ფიზიკური ნიჭებით დაჯილდოებულ ადამიანს აი ცოდვისაკენ ტოლვა ეძალება და მას უკვე ღვთის რჯულის მიხედვით ცხოვრება აღარ სურს. მას ამძიმებს ეს ყოველივე და იწყებს ღვთის, ესე იგი, ნებისმიერ ცხოვრების უარყოფას. და ესე ეძლევა ესეთი ადამიანი უშჯულოებას, სულიერ თუ ფიზიკურ გაყვნილებაში ფლანგავს და ღვთისაგან აი ამ მიღებულ ყველა ნიჭს, ყველა წყალობას, რომელიც მას ჰქონდა სიყმიდანვე, რა თქმა უნდა, დაკარგული ექნება. იყოს სიყმილიო, ესე იგი, ანუ შიმშილი, ძლიერი, ხო? რას ნიშნავს ეს შიმშილი? ცოდვილ ცხოვრებაში, ღმრთ შესულ ცოდვილს, ესე იგი, ღმერთი არც თუ იშვიათად უგზავნის გარეგან უბედურებებს, მწუხარებებს, განსაცდელებს, ხო? ცხადია, ადამიანი, რომელიც უღმერთოდ ცხოვრობს, ეს განსაცდელები აუცილებლად დაატყდება თავს, რათა კაცმოყვარე ღმერთის განგებულებით მოხდეს ამ ადამიანის შინაგანი ფერისცვალება და ჭეშმარიტებისაკენ მობრუნება. და ეს უბედურებანი ერთდროულად სასჯელიც არის და სინანულისაკენ მოწოდებაც და ამიტომ ღვთის ეს სულიერი კანონი პრინციპში ყველა ადამიანზე მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება მას, როგორი სულიერი მკურნალობა სჭირდება, რამდენად არის ღრმად ცოდვა, იმის მიხედვით ღმერთის თავისი განგებულებით ყველა ადამიანს ინდივიდუალურად თავის ჯვარს, თავის განსაცდელს აწვდის. და ესე იგი, ძოვნად ღორთა მიდის, ესე იგი, ეს ადამიანი, ანუ უკვე ისეთი დიდი შიმშილია, რომ ღორების წყემსაბაც კი აღარ თაკილობს, ოღონდაც კი რაიმე ჭამოს, ანუ იუდევლისთვის ეს მოგეხსენებათ ყველაზე სამარცხვინო საქმიანობა იყო და რადგანაც ღორი უწმინდურ ცხოველად ითვლებოდა და ასევეა ცოდვილიც, როდესაც მიეჯაჭვება ის ნების რაიმე საგანს თმამდანო, არც თუ იშვიათად ვარდება ყველაზე დამამცირებელ მდგომარეობაში და იწყებს აი ამ, ესე იგი, ხორივით, ესე იგი, ცხოვრებას ფაქტობრივად ესე, ანუ როგორც დავით მეფსამუნე ამბობს, ბაძავდა იგი პირუთთა უგუნურთა და მიემსგავსა
მათო. და ერთხელაც ის გონს მოეგო ეს უმცროსი ძე და ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ავდგე და წარვიდე მამისა ჩემისაო. ანუ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აი ამ ადამიანს, ესე იგი, ცოდვის მძიმე შედეგები უკვე გარეგანად უბედურებებთან აი ამ ერთობლიობაში ბოლოს და ბოლოს აფხიზლებს და ხედავთ ჩვენ, რომ თითქოს და იღვიძებს წინანდელი აი უაზრო მდგომარეობიდან გამოდის გონსეგება, ადამიანს უბრუნდება რეალობის შეგრძნების უნარი და მთელ აი ამ თავის უბადრო მდგომარეობას აცნობიერებს, იწყებს გამოსავალის ძიებას და პირველი რაც მოაგონდა ეს არის რომ ავდგე და წარვიდეო მამისა ჩემისა. ეს არის ცოდვილი ადამიანის გადაწყვეტილება, ხო? რომ დავასრულო, ესე იგი, მორჩე ამ ცოდვების ჩადენას, დაუტოვო ეს ცოდვები, შევინანო და წავიდე მამის, ანუ დაუბრუნდე მამას, ანუ დაუბრუნდე ღმერთს. ეს ღვთის სამკვიდრებელს, წმინდა ადგილს, სადაც არის პრინციპში ყველა ადამიანის ადგილი. და რას ამბობს, ესე იგი, ეს ცოდვილი ადამიანი, ფიქრები ესეთი აქვს, რომ და წინაშე ცოდე ცად მიმარდა წინაშე შენსაო, ხო? ანუ რას ნიშნავს, რომ ეს სიტყვები, რომ ღვთის წინაშე ვცოდეო, შენს წინაშე ვცოდეო მამაო და არ ხარა ღირს ვარ მეწოდება ძეთ შენდა. ანუ გამოხატავს ღრმა სიმდაბლისა და საკუთარი უღირსობის გაცნობიერებას, რაც ყველასათვის უნდა იყოს ბუნებრივი, ვისაც სურს ქრისტეში ცხოვრება, ვის სურს სულიერი ცხოვრება. და ასევე ასეთი თავდაბლური აზრიც უჩნდება, რომ მყავმე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. ანუ ეს გამოხატავს მშობლიური სახლის დიდ სიყვარულს და მზადყოფნას, თუნდაც რომ აი ამ უმძიმეს პირობებზე იყოს თანახმა, უარ ზამბობს პირველობაზე, ძეობაზე, ოღონდაც ვიყო იქ, ოღონდაც ვიყო მამის წიაღში. ესეთია ჭეშმარიტი ქრისტიანის სულისკვეთება, ზრახვა, მას რა თქმა უნდა სურს რომ იყოს უკანასკნელი, ოღონდ იყოს იმ ეკლესიის წიაღში, მადლმოსილ წიაღში, რომელიც გვირგვინდება სასუფეველით და სწორედ აი ამ სულისკვეთებას გამოხატავს ის, ესე იგი, მამის წინაშე. და როდესაც მივა მამასთან, რას ხედავთ ჩვენ, რომ მამა არც კი აცლის სინანულის სიტყვების წარმოთქმას, ხო? ეხვევა გულში იკრავს, კოცნის, ბრძანებს რომ ჩააცვითო საუკეთესო სამოსი, დაუბრუნეთო მასა, აღნიშნავს ნადიმით მის ჩამობრძანებას, კლავს, ესე იგი, მსხვერპლს და ეს ყველაფერი თუ როგორ იღებს თავის წიაღში უფალი მონანულ ცოდვას და აჯილდოვებს მას ახალი სულიერი სიკეთეებით, ნიჭებით და იმის სანაცვლოდ, რაც მან ცოდვის მიზეზით დაკარგა. ანუ რას ხედავთ ჩვენ აქ, რომ ეს ადამიანი ცოდვებში ჩაფლული იყო, სულიერად მკვდარი იყო და სინანულის შედეგად მას დაუბრუნდა ეს მადმოსილება. როგორც ბრძანებს მამა ამ შემთხვევაში რომ მკვდარი იყო და განცოცხლდაო, ხო? ძე ჩემი მკვდარი იყო და განცოცხლდა. რას ნიშნავს, რომ ღვთისაგან განშორებული ცოდვილი ადამიანი იგივე სულიერი მიცვალებულია, რადგან ადამიანის ჭეშმარიტი ცხოვრება მხოლოდ მისი ცხოვრების ღმერთზეა დამოკიდებული და ესე იგი ცოდვილის მოქცევა ღვთისაკენ, ამიტომაც არის წარმოდგენილი როგორც მკვდრეთით აღდგომა. ანუ უმცროსი ძმას მიმართ მამის მიერ გამოჩენილი ეს გულმოწყალების გამო, ესე იგი უფროსი ძმა შემდეგ უკვე განაწყენდაო. ეხლა გადავდივართ უფროს ძმაზე, ხო? ის ერთი შეხედვით მართალი კაცის პოზიციით არის, მამის წიაღშია, შრომობს და ეს არის წმინდა მამების განმარტებით ცოცხალის სახე წიგნობრებისა და ფარისევლების, რომლებიც ამპარტავნების გამო, ესე იგი, თავს მიიჩნევდნენ მართლებად, გარეგნულად ზუსტად და მკაცრად ასრულებდნენ თითქოს რჯულს, მაგრამ გული მათი იყო ცივი, უგრძნობი და იქიდან ღვთისნებას, აღსრულებას, რა თქმა უნდა, ისინი შინაგანად ვერ ახერხებდნენ, თუმცა გარეგნულად მათ ყველაფერი ჰქონდათ მოწესრიგებული.
და არ სურთ, ესე იგი, მათ ურთიერთობა მონანულ ადამიანებთან, როგორც ჩვენ დავინახეთ ეს მეზვერესა და ფარისევლის მდგომარეობებიდან, ხომ? და რა შვება, ესე იგი, ეს უფროსი ძმა განრისხდა და რა უნდა შინა შესვლაო. ნახეთ, სად შინა, ესე იგი, ეკლესიაში. ეს არის ფარისევლების ზუსტად ის ტიპაჟი, სულიერების გამოხატულება, რომლებიც გარეგნულად წარმოგვიჩენენ თავს, წმინდა ადამიანებად, სჯულის მცოდნეებად, ეს ყველაფერი მოჩვენებითად და ასევე არიან რისხვით ახსილი იესო ქრისტეს მიმართ, იმის გამო რომ იგი ახლა უკვე ურთიერთობაში შედიოდა მონანულ ცოდვილებთან, ხომ? და მამისა და ძმის მიმართ ეს თანაგრძნობის ნაცვლად აი ამ უფროს ძმას ჩამოუყალიბდა, ესე იგი, სულ სხვა აბსოლუტურად გადაწყვეტილება. და ძე ესე შენიო რას როგორ მიმართავს ის მამას, რომ მთელი შენი მქონება გაფლანგაო, შენ კი მასო ზვარაკი დაუკარლიო ჭამებულიო. ანუ აყვედრის მამას აი ამ მართალ პოზიციას, აყვედრის მას, რომ ის არის სულგძელი, ის არის სიყვარულის განსახიერება, ის არის სრულყოფილების სახე და მისთვის მონანულის მოქცევა უფრო დიდია, ვიდრე გარეგნულად მართალი ადამიანად ყოფნა და რას ამბობს, ესე იგი, მამა, რომ ძე ესე შენ მარადისო ჩემთან ახარო და ჩემი ყოველივე შენიარს. ეს იმაზე მიუთითებს ძმანდოდან, რომ სჯული ფარისევლების ხელშია და ყოველთვის შეუძლიათ ღმერთსა და სულიერ, ესე იგი, სიკეთეებს მიეახლონ, ხომ? მაგრამ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, იმიტომ რომ გარეგნულად, შინაგანად აბსოლუტურად სულ სხვა განწყობა აქვთ, ხოლო შინაგანად არიან ცარიელნი. და იგივე კაცის სახით გამოხატულია კაცმოყვარე ღმერთი, ესე იგი, ღმერთის სრულყოფილი სიყვარული ორივე ძის მიმართ, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები ჩამოყალიბდა მათ ცნობიერებაში. ესე იგი, ორი ძის სახით ჩვენ ვხედავთ ორი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანს, მართალი და ცოდვილი და ამ მართალს თურმე არც ისე კარგად აქვს საქმე, ვინაიდან მისი სიმართლე არ აღემატება ფარისევლებისა და მწიგნობრების სიმართლეს, ხოლო ეს ცოდვილი მეორე ძე უმცროსი, რომელმაც გაფლანგა ქონება, ანუ ჩაეფლო ცოდვებში და შემდეგ უკვე გონს მოეგო და როდესაც დაიწყო შიმშილი იმ ქვეყანაში, ანუ სულიერად დაიწყო დაძირვა, მაშინ მიხვდა, რომ ცუდად იყო მისი საქმე და მოუბრუნდა ღმერთს, მამას, დაუბრუნდა ის თავის წიაღს და გრძნობს აი ამ უდიდეს სიხარულს მამის წიაღში. უმცროსმა ძემ ეს ყოველივე ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, გაფლანგა და რა იყო სინამდვილეში ამის მიზეზი? ის რომ წარვიდა შორს სოფელს, ანუ როდესაც ადამიანი ღმერთს განეჩორება და გულიდან ღვთის შის განაძევებს, მაშინ ფანტავს ის ყველა ღვთაებრივ ნიჭს, რომელიც მას ეძლევა. როდესაც ღმერთთან ახლოს ვართ, მაშინ ისეც არაფერს ვაკეთებთ, რითაც შეიძლება წავირწმინდოთ სული, ხომ? და ამიტომ არაფერია გასაკვირი, რომ ყოველივე გაანიავა, იმიტომ გაანიავა, რომ მას ეს შეხედულება ქონდა, რომ მას თითქოს და ეს ცრუ თავისუფლების იდეა ამოძრავებდა, რომ აი მე მამის გარეშე, ანუ ღმერთის გარეშე მოვაწყობ ცხოვრებას, როგორც ამას დღეს თანამედროვე ღმერთკაცები ეძახიან, გაკიჯინებენ სხვადასხვა ტონით, სხვადასხვა შეხედულებებით, სხვადასხვა ფორმით, რომ აღარ სურთ მათ ღმერთთან ურთიერთობა, ღვთის რჯულთან ურთიერთობა და სურთ თვითნებური ცხოვრება და ეს რჯული, ეს კანონი ღვთისა ამძიმებს ადამიანს. აი ამ სულისკვეთების წარმომჩენელია აი ეს გარემოება და ესე იგი, როდესაც დადგა, ესე იგი, შიმშილის დრო, ანუ აი ეს ადამიანი უკიდურეს შიმშილს, სულიერ შიმშილს გარიცნის და არა პურის შიმშილს, არამედ უფლის სიტყვის მოსმენის შიმშილზე აქ საუბარი ძმაუნდადანო. ის მოაგდა ყოველივე ამას, აბსოლუტურად ცარიელია შინაგანად, გრძნობს, რომ მისთვის
უკვე ცხოვრებამ აზრი დაკარგა და სწორედ აი ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამას ყოველივეს და იღებს სწორ აბსოლუტურად მართებულ გადაწყვეტილებას, რომ წარვიდე, ანუ ხმად შესულმა აი ამ ცოდვებში შეუდგები, ესე იგი ფიქრობს ჯერ ერთ მუშაკთაგანს, ესე იგი მოქალაქეს მის სოფლისასა, ანუ ჯერ კიდევ პირველი გადაწყვეტილებები არ არის თლად მყარი, ხედავთ რომ კიდე რაღაცას რო იტყვიან ფაფხურობსო, ანუ ესეთი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად შემართებით, ხო და კიდე ღორების, ესე იგი მოვლელად მიდის, რაც ჯულის კანონით, ესე იგი ითვლებოდა აბსოლუტურად მიუღებელ საქმედ, ხო, მით უმეტეს ებრაელებისთვის. ანუ ის ცოდვას ჯერ კიდევ ვერ იშორებს და პირიქით რაიმენაირად სურს რომ აი ამ იბრძოლოს, აი ამ თავის უმადლო მდგომარეობაში და ეს უმადლო მდგომარეობა არ შეიძლება რაიმე ღირსეული ჭეშმარიტი მოგცეს და ენატრება ამ ადამიანს როგორც ხედავთ ღორების საჭმელი. ესეც იმის მანიშნებელია რომ ამ ადამიანს აქვს აბსოლუტურად უკვე დამძიმებული კრიტიკული მდგომარეობა და აი ამ დაბინძურებულ სულიერ მდგომარეობას ის სხვასთანაც ესეთი თანაზიარი ხდება აი ამ ცოდვისა და სხვა ცოდვებსაც იმატებს როგორც ჩანს და ამის შემდეგ ესე იგი გული ეტყოდაო განწყებად მუცლისა, მაგრამ გასაწყომად ესე იგი არავინ აჭმევს, რადგან ბოროტებას მიჩვეული ბოროტებით ვერ ძღება ძმა უნდა დანო. ასეთია სულიერი ცხოვრება, ხომ სიამოვნება რაც არ უნდა ბევრი იყოს, ხომ ის მაინც საბოლოო ჯამში უკმაყოფილებით თავდება, იმიტომ რომ ადამიანს სულ მეტი და მეტი სურს ეს სიამოვნება და ამ დროს რაც უფრო მეტია ესიან, მით უფრო მეტია შემდეგ ტკივილი, მეტია წუხარება და ადამიანი აი ამ განცდებში არის დატანჯული. და ეს არის სწორედ ის ბოროტეული ტანჯვა, რომელიც მას შინაგანად არასვენებს. მას არასვენებს, რომ მას აქვს სხვაზე ნაკლები ფული, ან სხვაზე ნაკლები პატივი, ან სხვაზე ნაკლებად კომფორტული ცხოვრება აქვს. და აი ეს შემართება მისთვის არის ერთობ გამაღიზიანებელი და სწორედ აი ამ სულისკვეთებასაც ვხედავთ ჩვენ აი ამ უმცროს ძეში, ის ჯერ კიდევ აი ამ ჭიდილში იმყოფება და შემდეგ უკვე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ადგა და მოვიდა იგი მამისათვისისა. ანუ ჩვენ რას გვასწავლეთ წმინდა წერილი ძმა უნდა დანო, რომ არ არის საკმარისი ღვთისათნო სურვილი. ანუ ის საქმეთ უნდა ვაქციოთ და როგორ ვაქცევთ მას საქმეთ, თუ ჩვენ გადავწყვეტავთ მთელი შემართებით განვეშოროთ ცოდვას და შეუდგე ქრისტეს ღირსეული აღსარებით, როგორც წარმოაჩინა აი ამ თავისი დამოკიდებული, ანუ რწმენის საქმე გვიჩვენა ჩვენ უმცროსმა ძემ, რომელიც მონანულია არის აი ამ შემოსვლელი გულით უკვე რომ არა ვარ ღირს წოდებად ძეთ შენ და დამაყენეო ის ფიქრობს როგორც ერთ-ერთი მუშაკთაგანი და მამის სიყვარული, მამის ამბორი, შემდეგ საუკეთესო სამოსელი ჩემო ბატონო, რომელიც ნიშნავს იმას, რომ უკვე კვლავ დაუბრუნდა მადლი სულიწმინდისა და ამ დროს აცმევს ასევე ბეჭედს ხელსამისა, ანუ ქრისტიანობის ბეჭედი, ანუ საქმეების საშუალებით რომ ვიღებთ, რომ რამე თუ ხელი არის 8 წლის ნიშანი, ბეჭედი კი სულიწმინდის ბეჭდისა, ანუ მას დაუბრუნდა სულიწმინდის მადლი ძმა უნდა დანო და კვლავ დაუბრუნდა მამის წიაღს, რასაც სამწუხაროდ ვერ ხედავთ მეორე ძმაში და რომელშიც აი ეს სული აბსოლუტურად საპირისპიროდ მოქმედებს. და რას ხედავთ, რომ როგორ განუმარტავს მამა კვლავ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, რომ მომკვდარი იყო და განცოცხლდა, წარწმენდილი იყო და იპოვა. ანუ რადგან ბოროტებაში იყო, ამიტომ მკვდრად იწოდებოდა. ანუ უიმედოდ, ხოლო იმის გამო, რომ ადამიანის ბუნება, ესე იგი ადვილად იდრიკება და ბოროტებისაგან შეუძლია სათნოებისაგან მოქცევა, მას ეწოდა წარწმენდული, ან დაკარგული, ხო? დაკარგული იყო ის ღვთისთვის. ესეა ყველა ის ადამიანი, ძმა უნდა დანო, ვინც დღეს ეკლესიის მიღმა ცხოვრობს, ის იმ ეტაპზე
იმყოფება დაკარგულ მდგომარეობაში. ამიტომ მას მამა ღმერთი მუდმივად მოუწოდებს თავისკენ განსაცდელებით, შიმშილით, ანუ სულიერ შიმშილს არ შეიძლება ადამიანი არ გრძნობდეს და რას აკეთებს თანამედროვე ადამიანი ამ დროს, რომ იწყებს რაიმენაირად აი ამის დავიწყებას, ანუ სინდისის ქეჯნა მუდმივად აწუხებს მას, მაგრამ იწყებს ფიქრს, რომ მაინც არ დავბრუნდები, მაინც რამე ისეთნაირად მოვიქცევი, რომ ჩემი ცხოვრება მაინც გავიტანო ისე, როგორც მე მსურს და აიწყებს ან სმას, ან გარყვნილ ცხოვრებას, ან ნარკოტიკებს მიეძალება, ან კიდევ რაღაც სხვადასხვა უჯულოებებს ჩადის, ოღონდაც დაივიწყოს, ოღონდაც გაიბრუოს თავი, ოღონდაც ის სინდისის ქეჯნა, რომ მამის ძახილი არ ესმეს მას. ამიტომ მისი ესეთი მდგომარეობა არის ყოვლად დამძიმებული და სწორედ აი ესეთი განსაცდელები დროს ცხადია ყველა ვერ მოდის გონს, მაგრამ უმრავლესობა რა თქმა უნდა მოვიდეს გონს ამის შედეგად და აი ამ განსაცდელს სწორედ ეს სულიერი დატვირთვა გააჩნია, რომ ჩვენ სწორედ ამ მწუხარების განსაცდელის სულიერი შიმშილის შედეგად ვიგრძნოთ, რომ ღმერთის გარეშე ჩვენი ცხოვრება აბსოლუტურად არარაობა გახლავს. და ამ დროს უფროსი ძე, ესე იგი ყანაში იყო, როცა ოჯახში მისი ძმის ეს დაბრუნებასთან დაკავშირებით ნადიმი დაიწყო, ყანაში, ანუ ამ სოფელში და ამუშავებდა თავის მიწას, ანუ სხეულს, რომ მოსავალი მიეღო და თესავდა ცრემლით, რომ სიხარულით მოემკო, როგორც ბრძანებს დავით მეფსალმუნე და შეიტყო რა აი ამ მომხდარის შესახებ, მან არ მოისურვა, ესე იგი საერთო სიხარულის გაზიარება მამასთან ერთად, მაგრამ კაცმოყვარე მამა გამოდის მას ეძახის, ხომ? ესე არის და დღესაც, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ის იმყოფება რაღაც მართალ პოზიციაში, ხშირია ესეთი შემთხვევები, დედა ეკლესია მას მოუწოდებს, რომ არავინ არის მართალ, რომ ყოველი კაცი ცრუას, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს, ყოველი კაცი ჭირდება განკურნება, მიუხედავად თავისი ნიჭებისა, გარეგნული სიმართლისა. ამიტომ ყველამ უნდა ჩავიხედოთ ჩვენ ცხოვრებაში, იქ დავინახოთ უამრავი რამ გამოსასწორებელი, სიბინძურე, უწმინდური აზრი თუ გულის თქმა და შეხედულება და მართებული გზით ვიაროთ. აი ესეთია იგავის შინაარსი, ის მეტად მანუგეშებელია იმით, რომ ადამიანს მიგვითითებს უფალი, რომ ყოველთვის აქვს მონანიების საშუალება და დრო, ვიდრე ის არის ამ ქვეყნად, შემდეგ ეს დრო უკვე წყდება.